დავბრუნდით ეთერში და შეგვიძლია დავიწყოთ სპორტზე საუბარი. თავდაპირველად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერ არა, შუაგბურთი ბოლოსკენ იქნება შემდეგ გამოშვებებში. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგი დავიწყოთ და მერე ევროპულ ფეხბურთზე გადავიდეთ. 6 ნოემბერს ახალი სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები შეხვედრები გაიმართა. სათამაშო დღეს სუპერლიგა ბეზგუნდების დაპირისპირებით დაიწყო. საქართველოს უნივერსიტეტმა უნივერსიტეტი დაამარცხა 3-1. ვიგუსმა თავდაცვის აკადემიის გუნდზე დიდი ანგარიში 7-2 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ევროკრედიტმა, რომელმაც ზესტაფონის სფერო დაამარცხა 5-1. წარმატებულ სერიას განაგრძობს თელავი, რომელმაც ამჯერად ჯვაროსნები ორს მოუგო მინიმალური სხვაობით 2-1. რაც შეეხება Panda Entertainment-ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების შეხვედრას, მოულოდნელად დიდი ანგარიშით 7-1 დასრულდა Panda-ის სასარგებლოდ. რაც შეეხება სუპერლიგა A შეხვედრებს, PSV მოუგო ჯორჯიან მანგანეს ჭიათურას 5-1, სახელმწიფო დაცვის სპეციალური გუნდის სამსახურმა 3-1 მოუგო ჯვაროსნებს, ნატახტარი ტელეიმედი ძალიან დაძაბული შეხვედრა სამწუხაროდ დაუთმეთ 3-2, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა კი ყველაზე უხკოლიან შეხვედრაში 10-5 დაამარცხა დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი. საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა დღეს, ყველა მოთამაშე თითქმის არის ძალიან გამოცდილი და დიდი ხანია ვიცნობთ მათ, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩვენ უფრო გაგვიმართლა და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ დღეს და ეს არის პირველი გამარჯვება ჩვენი ამ ტურნირზე და იმედი გვაქვს, რომ ასე ამ ჟიში გავაგრძელებთ თამაშს. თელავში ნელ-ნელა ვითარდება ეს ფუტზალი. რეგიონი ვართ, რომელიც სახელმწიფო მეხმარება და მე იმედი მაქვს კიდე დამეხმარებიან. დარბაზი გვიშენდება და მომავალ წელს ანალოგიური ტურნირები ჩატარდება ჩვენთანაც.